ბუნების გამოღვიძება ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა. ექსპოზიცია ხატვის სტუდია პაბლოს ორგანიზებით მოეწყო. საგამოფენო სივრცეში ამავე სტუდიის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა 6-დან 17 წლამდე ასაკის 44 მოსწავლის 200-ზე მეტი ნამუშევარი ეხილა. ღონისძიება სტუდია პაბლოს ხელმძღვანელმა ანა ქერაშულმა გახსნა. გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში თითოეულ მონაწილეს სიგელი გადაეცა. ხატვის სტუდია პაბლო ხშირად მართავს გამოფენებს. ამ ეტაპზე გვიმასპინძლა სამების ახალგაზრდულმა ცენტრმა. ბავშვებისთვის ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თავიდანვე შეეჩვიონ გამოფენას, თავისი ნამუშევრების სხვა თვალით შეხედვას. გამოფენისთვის მზადება დაიწყეთ წლის დასაწყისში და შესაბამისად ეს ნამუშევრებიც შედგენილია ზოგი ყვავილებით, ცხოველებით, ფრინველებით და შესაბამისად ბუნებასთან არის ძალიან ახლოს. ამიტომ ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო ბუნების გამოღვიძებასთან, გაზაფხულთან ახლოს არის ეს ყველაფერი და შესაბამისად გაზაფხულის სეზონზე, ამიტომ გავმართეთ ეს ჩვენი ვფიქრობ ლამაზი გამოფენა. მე დავდივარ პაბლოში უკვე 2 წელია და ძალიან მომწონს. მე მიყვარს გრაფიკული ნახატებიც და ფერწერებით. ჩემს ნამუშევრებს ხვები რომ ნახავენ ძალიან გამიხარდება და უკვე რამდენიმე ადამიანმა უკვე ნახა და ძალიან გამიხარდა რომ მოეწონათ და ხატვის დროს ისე კომფორტულად ვარ ხოლმე და ისე კარგად ვარ რომ ძალიან კარგია და მომწონს. რომ მოდიან და რომ მეუბნებიან რომ აი ეს რა კარგად დახატე, ეს ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია. მე ვხატავ ძირითადად შავ-თეთრ ნახატებს, მაგრამ ბოლოს დავხატე გუაშში ბროწეული და ფინჯანი, რომელიც იყო ძალიან რთული და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ხატვა, ამიტომაც როდესაც ვხატავდი ბევრ შეცდომებს პოულობდი ჩემ ნახატში, მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ გამომესწორებინათ. პირველად მაქვს გამოტანილი ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ეს. დღეს პირველად არის ჩემი ნახატები გამოფენილი ასეთ დარბაზში. დაახლოებით 1 წელია რაც ხატვაზე დავდივარ, ამიტომ ცოტა ამაღლებელი იყო ეს ჩემთვის. ძალიან მიხარია რომ გამოფენილია ჩემი ნახატები დღეს. ძირითადად ვხატავ ფანქარში. ძალიან მიხარია როცა ადამიანები ჩემ ნახატს ნახულობენ, აფასებენ. ძალიან მიყვარს ხატვა, როცა ვხატავ ხოლმე სულ რაღაც ისეთი გრძნობები მაქვს და ძალიან მეურმა ადამიანმა ნახა უკვე ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ და ვანახე უკვე ეს ნახატები. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. ღონისძიება ანსამბლების ერისიონისა და ტუმორის გალა კონცერტით გაიხსნა. ქართული კულტურის დღეები საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიება უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. თეატრის დარბაზში ქართულ უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები. კულტურის დღეები დღევანდელმა დღემაც და ამ დღეებმაც ზოგადად გვაჩვენა, რომ უმნიშვნელოვანესი პროექტია, იმიტომ რომ ეს არის დაახლოების, ხიდების მართლაგადების, გამყარების და თაობიდან თაობაზე გადაცემის საშუალება. დარბაზები იყო სავსე ემოციებით და ბედნიერება ისიც, რომ 2 ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლებმა აი ეს ხიდი აჩვენეს სრულიად ახალი რაღაც ესეთი კოლაბორაციით შეიძლება ითქვას. წარმოდგენილი იყო გამოფენები, კინოჩვენებები და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაახლოებს ჩვენ ხალხს, გააჩენს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ასპექტში ჩვენ ქვეყნებს შორის იყოს მეტი ინტერესი, იყოს მეტი კავშირი და ეს კავშირი იყოს მხარი. მიხარია და ბედნიერები ვართ, როცა ესე ღებულობს მაყურებელი და როცა ესეთი ოვაციებია. ეს ქართული სიმღერის, ქართული ცეკვის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის კიდევ ერთი გამარჯვება ამ საოცარ ქვეყანაში. ამით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა მაყურებელს ასეთი თბილი მიღებისთვის.
და მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის წარდგენას სოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართული სიმღერაც, ეკლა ჩვენი კულტურა. 11 წელი ვიცხოვრე საქართველოში, დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ქართული და უზბეკური დღეები და ეს ღონისძიება და მაგიტომ გავაკეთე ეს 14 ნახატები, სადაც არის სვანეთზე ნახატები, ძველ თბილისზე, ასევე ნატურმორტები. ჰაერის დაბინძურება ძილის ხარისხზე შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები ახალი კვლევის შემდეგ მივიდნენ. კვლევრებმა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული 25 სამეცნიერო კვლევის შედეგები გააანალიზეს. სპეციალისტები აპირდებოდნენ 1 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემს, რომელთა უმეტესობა საშუალო და ხანდაზმული ასაკის იყო. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებულია ძილის პრობლემების ზრდასთან. სპეციალისტთა განმარტებით ასეთ პირობებში ადამიანი ხშირად უჩივის ცუდ ძილს, ღამით ხშირ გამოღვიძებასა და დაღლილობის შეგრძნებას. დაკვირვების შედეგების მიხედვით კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 44%-ს ძილის სხვადასხვა პრობლემა აღენიშნებოდა. სპეციალისტების განმარტებით ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.